მოგესალმებით მეგობრებო და ტრადიციულად რა თქმა უნდა ვიდეოს ვიწყებთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მოკლედ წინ გველოდება ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მოგზაურობა რაც კი მქონია აქამდე და წარმოიდგინეთ ეს მოგზაურობა დავგეგმე სულ რაღაც ერთ დღეში. რაც აი დამეთანხმებით რომ ძალიან რთული არის რა, მაგრამ მოკლედ ისეთ ადამიანთან ერთად მივდივარ სამოგზაუროდ, ალბათ უკვე გეცოდინებათ, მაგრამ მაინც მოდი ცოტა ხანში გეტყვით ამ ყველაფერს. მაგრამ ერთი იმას გეტყვით, რომ რა თქმა უნდა უკვე იცით, მაგრამ მივემგზავრები ნიგერიაში, ასე რომ არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ძალიან ბევრი კომენტარების დაწერა. ხოლო რაც შეეხება მგზავრობას, აქედან მივფრინავ ყატარ Airways-ით, გადაждომა მექნება დოჰაში დაახლოებით 10 საათიანი, ასე რომ ხვალ ვიქნები უკვე ნიგერიაში, ქალაქ ლაგოსში და მოკლედ ძალიან საინტერესო რაღაცები გველოდება წინ. წავედი ახლა და შევხვდებით ნიგერიაში. ჩამოვფრინდი მეგობრებო, ესეც ლაგოსის საერთაშორისო აეროპორტი და ეხლა იწყება ყველაზე საინტერესო თავგადასავალი, იმიტომ რომ ვიზა არ მაქვს ნიგერიის და ოფიციალურად ვიზა გვესაჭიროება. ასე რომ რა იქნება და როგორ იქნება ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ნახოთ, იმედია გავალ და უკან არ გამაბრუნება. მოკლედ ეხლა უცებ აგიხსნით რაში მდგომარეობს საქმე და პრობლემა. როგორც უკვე გითხარით, ვიზა არ მაქვს და მოკლედ ვიზა არ კეთდება ადგილზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი საბუთები არის საჭირო და მოკლედ ვიზას ფიზიკურად ვერ ვაკეთებ და ეხლა ვცდილობ რომ რაღაცა თანხის სანაცვლოდ ქვეყანაში ჩუმად შემაპარონ. ანუ რაღაცა თანხას გადავიხდი და ყველანაირი პასპორტ კონტროლის გარეშე ქვეყანაში შემაპარებენ ჩუმად. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ კანონს ვარღვევ ეხლა და არ ვიცი, სავარაუდოდ არაკანონიერია ეს ყველაფერი, სავარაუდოდ კი არა, ზუსტად ვიცი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის რა. ნიგერიულ ციხეში აღმოჩენას ძალიან არ მინდა, მაგრამ რას ვიზავთ ახლა რა. მოგზაურობაა და მოგზაურობის ნაწილია ეს ყველაფერი, ასე რომ იმედია გამოვა და თუ გამოვიდა ეს ყველაფერი და ნიგერიის ლაგოსის ქუჩებიდან დაგიბრუნდით, მერე უკვე დეტალებს მოგიყვებით რა მოხდა და როგორ მოხდა. ეხლა ველოდები ერთ ადამიანს, ვისაც ჩემი პასპორტი მივეცი, წავიდა სავარაუდოდ რაღაცეებს იხიმანდრებს რაღაცეებს და მე უკვე მოვა თანხას გადავიხდი, როგორც თვითონ მითხრა, დამპირდა და ნახოთ რა ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ყველაფერი გამოვა. გამოვედი მეგობრებო, როგორც იქნა, მოკლედ ესეთი რამე მართლა ცხოვრებაში არასდროს არ მქონია, ან ფაქტიურად ქვეყანაში შემოვიპარე. არანაირი ოფიციალური საბუთი და დოკუმენტი არ მაქვს, რომ მე ახლა ამ ქვეყანაში კანონიერად ვიმყოფები, მაგრამ სხვა გზა არ იყო, მოკლედ სხვა გამოსავალი არ იყო და ამ ყველაფერში მთელ ამ პროცედურებში გადავიხადე $500. მესმის რომ ძალიან ბევრია, მაგრამ სხვა გზა ფიზიკურად არ იყო, მართლა სხვა გამოსავალი არ იყო. ან ესე უნდა მექნა, ან უკან უნდა გავუბრუნებულიყავი და მოკლედ შემოვიპარე რა. აქტიურად მექსიკიდან გადმოვედი, აი ეგრე შეიძლება ითქვას. რავი, იმედია ყველაფერი მშვიდობით იქნება, მშვიდობიანად დავამთავრებ ამ მოგზაურობას და ბოლოს უკვე წასვლის წინაც მითხრა რომ დამირეკეო რომ ისევ ეგრე უნდა გამაპაროს მე აქედანაც და მოკლედ აი არ ვიცი რა, ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება, არაფერი არ ვიცი წინასწარ საერთოდ რა ხდება. ეხლა ერთი ის ვიცი რომ სასტუმროში უნდა მივიდე, ცოტა დავისვენო, მოუწესრიგდე და მე უკვე დაგიბრუნდებით და რავი, საინტერესო რაღაცებს განახებთ ამ ქვეყანაში. მოვედი ამასობაში სასტუმროში და სიურპრიზი აღარ არის სავარაუდოდ უკვე და აგერ ეთილი იყო შენი ფეხი ძმაო ნიგერიაში. ორი არალეგალი ნიგერიელი ჩამოვიდა. პოლიცია გვეძებს მეგობრებო. ცევნაში ვარ. ეს ვიდეო თუ დაიდო, ისე კი დავუბრუნდი რა, მშვიდობით რა. რავი, მოკლედ საინტერესო რაღაცები იქნება რა. დაახლოებით ერთი და იგივე პროცედურები გამოვიარეთ, ორივე ერთი და იგივე თანხა დაგვიჭდა აქ შემოსვლა და შენ იტყოდი მაგ ყველაფერს უკვე და ეხლა მთავარია აქედან გავიდეთ უპრობლემოდ რა, ეგ არის მთავარი, იმიტომ რომ არალეგალურადაც შემოსულები და წესით რაღაცა კანონები დავარღვიეთ. მაგ ტიპმა უნდა გაგვიყვანოს ისევ რა, როგორც მითხრა და რა ვიცი, წინასწარ რომ მომწერეო და დაგვიყვანოს.
რავი იმედია გაგვიყვანს რა აქედან. ვიდეო დევს ალბათ გასულები. ესე იგი მშვიდობა რა. წავედით მოკლედ ახლა დავისვენებ ცოტას და მე უკვე რაღაც საინტერესო რაღაცები დაგიბრუნდებით. ეხლა დაგათვალიერებინებთ როგორი საუზმე არის ამ სასტუმროში. Nigerian dishes. Gemriot gamoiqo. What is this? Swallow, eba, and semo. It's sweet or No, this one is made from cassava, garlic, processed. Okay. And საკმაოდ დიდი არჩევანია მეგობრებო და რა ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცეები არის. აქეთ ტკბილეულიც არის ძალიან ბევრი. აი ესეთი არჩევანია და სხვათა შორის ძალიან კაი სასტუმროა მართლა ეხა მე-5 სართულზე ვიყავით მე მგონი რა მოკლედ სადაც აუზი არის და იქაც ძალიან კარგად არის ყველაფერი გაკეთებული და ავი მოკლედ აი ესეთი სასტუმრო არჩია, სოსოს არჩეული არის ეს სასტუმრო. ქალაქზე გვაქვს ხედები. გამახედე. ეს რა უღებია? ახეთ რა ხედები გვაქვს. არ გაიჭედოს მოიძე. ცოტა უცნაურია, აი. ესეთი რაღაცები, ესეთი შევასწავლეთ ჩინეთში. აუ, ხედი მომწონს მაგერად რა. მოკლედ ხედები, რავი 10-დან 10 და რავი დანარჩენიც საკმაოდ მოწესრიგებული ყველაფერი საკმაოდ კარგად გამოიყურება. როგორც ამბობენ, ნიგერია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ქვეყანაა და ბევრი ქვეყანა თავის მოქალაქეებს მკაცრად უგზავნოს ამ ქვეყანაში მოგზაურობას. მე როგორც უკვე გითხარით, აქ უვიზოთ ვიმყოფები და იმედია აქედანაც მშვიდობით დავბრუნდები საქართველოში. ნიგერია ძალიან საშიში ქვეყანა არის ტერორიზმის ძალიან დიდი საფრთხის გამო და ასევე ძალიან ხშირი არის აქ ტურისტების გატაცება. ნიგერიის უმეტეს ნაწილს აკონტროლებენ შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც შეკრულები არიან პოლიციასთან და ზუსტად ეს ადამიანები ახორციელებენ აქ ადამიანების გატაცებას და მერე ხშირ შემთხვევაში ითხოვენ ხოლმე გარკვეულ თანხას. ხო და ზუსტად აი ამის გამო მთავარი რეკომენდაცია აქ რაც არის, როცა ტურისტი ჩამოდის, მთავარი არის ყავდეს კარგი დაცვა. მე კი შეგახსენებთ, რომ ნიგერია აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანა არის და ნიგერიის მოსახლეობა შეადგენს 235 მილიონ ადამიანს. ნიგერიაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარაგი არის ნავთობის და ზუსტად ამიტომ ნიგერია არის აფრიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა. რა თქმა უნდა, ამას ვერ ვიტყვით უბრალო ხალხზე, რადგან აქ საკმაოდ გაჭირვება არის და ადამიანების უმეტესობას საჭმლის ფულიც კი არ აქვს, მაგრამ როგორც ჩანს, ერთეული ადამიანები აქ ძალიან დიდრდებიან. და ბოლოს კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, მე პირადად ეს ყველაფერი არ ვიცოდი. ნიგერია არის მეორე ადგილზე კინოების გადაღების რაოდენობით. პირველ ადგილზე არის ბოლივუდი, როგორც იცით, ხოლო ნიგერიულ კინოინდუსტრიას ქვია ნოლივუდი. ვინც არ იცოდით, აი ესეთი პატარა ინფორმაცია. ხოლო ჩვენ წავიდეთ, ახლა გავაგზავნოთ მოგზაურობა და ერთად ვნახოთ მართლა ასეთი საშიშია თუ არა აქ მოგზაურობა. ბოლოს კი გეტყვით პატარა ინფორმაციას, როგორც იცით, ამ მოგზაურობაში სპონსორი არ მყავს, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ქვეყანაში ვარ სპონსორის გარეშე. ხოლო იმ ადამიანებს მინდა მივმართო, ვინც გამოთქვამს ხოლმე სურვილს, რომ ჩემი არხის განვითარებაში თავისი წვლილი შეიტანოს, დაემატა დონაცია არხს, შეგიძლიათ გადახვიდეთ დონაციის ლინკზე, აქაც იქნება სადმე QR კოდი, რითიც შეგიძლიათ გადახვიდეთ და დაეხმაროთ არხის განვითარებაში და წინასწარ დიდი მადლობა ყველას. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ამ ვიდეოს დალაიქება და წინ გველოდება ძალიან საინტერესო მოგზაურობა. გამოვედით, ეს ჩვენი პირველი გამოსვლა ნიგერიაში, ლაგოსის ქუჩებში და
პირდაპირ შევარდებით ახლა ყველაფრის გარეშე საერთოდ ეგრევე ჩანთები დავყარეთ და გამოვედით და აი ეს პირველი ემოციები არის ხოლმე ყველაზე საინტერესო ჩემთვისაც რა. ეხლა სადაც ვართ, ეს არის ვიქტორია აილენდი, ესე ქვია და ეს არის შედარებით უფრო ისეთი დიდრული დასახლება რა, კარგი სასტუმროები არის და ისეთი შეძლებული ხალხი ცხოვრობს მოკლედ რა, საკონსულოები ხო და რაღაც ეგეთი ადგილებია, მაგრამ აი ყველაზე მთავარი რაც არის, რასაც სულ ვამბობ ხოლმე, რომ აი ეგვიპტე არ არის ჩემთვის აფრიკა და ტუნისი და ასე შემდეგ. აი აქ არის ისეთი ატმოსფერო, აი როგორც კი გამოდიხარ, აი პირდაპირ გრძნობ რა აფრიკას რა მოკლედ და აი ზუსტად აი ეს შეგრძნებები მიყვარს ხოლმე აფრიკაში როცა ჩამოვდივარ. არ არის არა უსაფრთხო ალბათ აქ ცხოვრება. ყველგან ესეთი ავტოხლართები არის ყველგან. Thank you. აი სათვალეების პატარა მაღაზია. Hello. How much? How much? No? No English? How much? Can I see? სათვალე ხო არ გინდათ? ნახეთ რა მხელა არჩევანია. მაგარი. ფული არ გვაქვს, თორე დავითხრი. ჯერ უფულო დავდივართ მესაზღვრეებმა. აი ეს ყველაფერი საერთოდ. ზუსტად იცოდნენ ხო ჯიბეში რამდენი თქვა და იმდენი თქვეს რა მართლა რა. ნახოთ იმედია ღირდა. ძალიან ცხელა. მაგარი ნესტია. ეხა მეგობრებო სოსოთ მას შეიჭრის. Hi. Hello. How are you? Nice one. Barber? Barber? Yes. You. Very nice. Hello. Hello. It's good. Yes. Outside, right? Yes. Very. გინდა შეიჭრი? შეისწორე ცოტა. What is yours? Do you stay around here? Yeah, we stay hotel. Oh, it's a continental. Yeah. Alright. Making YouTube video. Video. YouTube. You know? Okay, YouTube. YouTube. What's your link? Link? Yeah. მე ახალი შეჭრილი მაქვს, სანამ წამოვიდოდი, შევიჭერით მათ, თორე დიდი სიამოვნებით შევისწორებდი რა. რა ძმები არიან? მაგარისა. პირდაპირ შუა ქუჩაში. ერთი YouTuberi ვიცხათა შორის რა, უცხოელი და ეს რაღაცებს მაკეთებს რა, მიდის, იჭრის თმას. ურის კავს ეგეთ ადგილებს. ხო რა. და თან იმით სამართლებლის ტიპი წარმოგიდგენთ. აუ, აქ როგორ უნდა გაურისკო. პირველ რიგში რაც არის ყველაზე შესამჩნევი, აი ვაფშე ყველა გვიცინის, ყველა გვესალმება. ძალიან სიამოვნებ ჩვენთან ურთიერთობა და აი ძალიან სასიამოვნოა როცა ვიდეოს იღებ რა. ჯერჯერობით კარგად დაიწყო. ჯერჯერობით ეგრე ესე მიდის რა. გაგრძელდება. მერე არ ვიცი. ზოგადად ამ არხზე იმსხრევა ხოლმე ეგეთი სტერეოტიპები, რომ ძალიან საშიშია, რაღაცა მოკლავენ, მოგიტაცებენ და რავი, ნახოთ აბა როგორ დამთავრდება ეს მოგზაურობა ჯერჯერობით. დამი. ესა. Good man. Dami. I'm in Mega Plaza. We are in Martins. We are in VI, Victoria Island. We are in Mega Plaza. See, Allah. Okay, yeah. You like football? I like football. We like Osimhen. Osimhen. Quara, you know Quara? I know Quara. Osimhen, Quara, friends. Okay. We are from Georgia. We are from Georgia. Is it? Go see for Kenya. Osimhen is Lebanese people go see Lebanese. Oh, Lebanese? Yeah. Who is Lebanese? Lebanon, I guess one of guys Lebanon is there for Mega Plaza. Abbas is from Lebanon. უბანსაც ეთყობა მეგობრებო რომ დიდრები ცხოვრობენ აქ იმიტომ რომ მანქანებსაც თუ დააკვირდებით სულ კარგი მანქანები დაგვიწყდა რა. აი ეს არის ვიქტორია აილენდის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა სადაც ძალიან ბევრი მაღაზიებია და სხვადასხვა ობიექტები და აი ესე გამოიყურება მაგრამ აქ თუ ჩაიხედავთ რა თქმა უნდა ნაგვის ბუდეს ნაგავი ესეთი ამბავია. ძალიან ბევრი არის ხო. აქ ნაგავი ჩვეულებრივი ამბავია. აი რა არის, ნახე აი ქუჩები ხო სუფთა არის ყველგან რა მოწესრიგებული და აქ რა ჩახვეტილი ყველაფერი. არ ყრია, პროსტა ამაში აგროვებენ რა.
სადაგზავნელნელა იზრდება ჩვენი გუნდი იზრდება. უკვე შემოგვემატა ორი კაცი. ნახოთ ბოლოს რამდენი ვიქნებით სასტუმროსთან რომ მივიდეთ რა. სოსოს მაგაცი მიდიან. კურსი არის სია. 10,000 რამდენი? აუ არ 10,000 დიგეს შეჭრავა რა. ხვალიდან უკვე ისეთ ადგილებს განახებთ, რომ აი ძალიან კარგად გამოჩნდება განსხვავება, როგორ ცხოვრობენ დიდრები და ღარიბები ამ ქალაქში და ამ ქვეყანაში. Hello. You speak English? You selling something or what? For what is this? You are selling something? You want cash? If I want cash. Okay. Bankomat ყოფილა. Okay, thank you. აი ესე ძალიან ბევრი არის ესეთი გადახდის აპარატები გარეთ რა და ესე წინ უდევთ და აი ხა მაინტერესებდა რომ რისთვის არის ხო და როგორც აღმოჩნდა მოკლედ ბანკომატები არის შეგიძლია მიხვიდე და ახლა გამოიტანო პირდაპირ რა. ასაჭიროა ამ ხელა რაღაც აპარატების დადგმა, აგერ ადამიანი დგას, გაგიქეშებს უცებ. My wife. It's my wife. Give her money. It's my wife. We come here just today. So you don't go with that. Okay. Give me your card. It's our first time to go in the street. So, because No problem. thank you. Good person. Thank you very much. Thank you so much. Thank you so Thank you much. very much. Thank you so much. Nice meeting you. Thank you. აი ესეთი სიტუაცია ძალიან ბევრი გექნებათ, იცოდეთ, როცა ესე დაკვებიან ყველა მოკლედ რა თქვენ დანახვაზე მოვა და ფულს გთხოვს რომ შეერია და ასე შემდეგ და მოკლედ ფიზიკურად ყველას ვერ დაეხმარებით, რა თქმა უნდა, ასე რომ იცოდეთ უბრალოდ რა. და ყველა შეეცდება თქვენს მოტყუებას, რაღაცა ყველაფერს ეცდება მოკლედ რომ რამენაირად ფული გამოგზავნოს ეს, იმიტომ რომ მართლა ძალიან გაჭირვება არის ამ ქვეყანაში და ხალხის არ ვიცი 90% ალბათ ძალიან წუთ პირობებში ცხოვრობს. ხევანდელი დღეც ნელ-ნელა დასასრულისკენ მიდის, იმიტომ რომ ძალიან დაღლილები ვართ, მოკლედ ახლა დაუბრუნდებით სასტუმროში, რაღაცები ვიყიდეთ და დავისვენებთ, მოუწესრიგდებით და ხვალ ახალი ენერგიით და ახალი შემართებით, მოკლედ ისეთი ადგილების მოსანახულებლად მივდივართ, რომ აი წარმოდგენაც არ გაქვთ ჯერ, ასე რომ დაელოდეთ, მოკლედ ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს და არ დაგაუწყდეთ არხის გამოწერა, რა თქმა უნდა. Understand? So they take you wherever you are going. You understand? What likely? Here to prepare for our Ankara night. I can't go one of those eateries say, may at least make I fortify myself before. ილამშვიდობის მეგობრებო, ეს ჩვენი მეორე დღე ნიგერიაში და ეხლა მოვედით ადგილზე, რის სანახავადაც აქ ჩამოვედით საერთოდ. ეს არის პატარა სოფელი მაკოკო, რომელიც მდებარეობს ლაგოსთან ახლოს, პირდაპირ შუაგულ მდინარეში. აქამდე მოვედით ტაქსით, ჩვენი სასტუმროდან არც ისე შორს არის, მაგრამ აქ უკვე დაგხვდა გიდი, რომელიც შეგვიყვანს თვითონ ამ სოფელში, რადგან აქ მარტო შესვლა გიდის გარეშე საკმაოდ საშიშია და ერთ-ერთი ყველაზე კრიმინალური ადგილი არის ალბათ მთელს აფრიკაში.
რა ხდება ნახეთ მეგობრებო ნახეთ სოსო რას პირველი შეფასება გამოუშვი აქაურობას არის პირველი შეფასება ისაა რომ გიკვირს რომ აი აქ როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ადამიანი და ბავშვებს რო უყურებ აი ძალიან ბევრი ბავშვია 20,000-მდე ბავშვი ცხოვრობს როგორ წავიკითხე საინტერესო ფაქტებს გაგიზიარებთ კიდე ამ ადგილის შესახებ იმიტომ რომ არ ვიცი ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ადგილი მთელს აფრიკაში და არ დაგავიწყდეთ რომ ეს არ არის ჯერ კიდე ყველაფერი ჯერ წინ არის მთელი სანახაობა იმიტომ რომ ჯერ იმ სოფელში ფაქტიურად არც შევსულვართ ეს არის უბრალოდ ნანგრევები სადაც ასევე ცხოვრობს ძალიან ბევრი ადამიანი აი ეს არის აფრიკა მეგობრებო დავბრუნდით რეალობაში of this whole place, right? Yeah. I know you in other videos. Yeah, me too. I saw you. This is my dad. Nice to meet you. Nice to meet you. Name? Nice to meet you. We are from Georgia. Georgia is a small country in Europe. საინტერესო რაღაცას გაგიზიარებთ, მოკლედ მაკოკოში არიან მეფეები და პრინცები, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ჩვეულებრივად არჩევნები ტარდება აქ, რის შედეგადაც ირჩევენ მეფეს და აი ეს ადამიანი იყო აქაურობის მეფე, ხოლო ჩვენი გიდი არის აქაურობის პრინცი, წარმოიდგინეთ რა, მოკლედ პირდაპირ პრინცი გვიწევს გიდობას. აი ესეთი საინტერესო სისტემა არის მაკოკოში. და მაკოკო საერთოდ მოწყვეტილი არის აქაურობა არ ემორჩილება ლაგოს და ლაგოსის მთავრობას რადგან მთავრობას აქაურობის დანგრევა უნდა და ეს ხალხი ეწინააღმდეგებიან ამ ყველაფერს წავედით მოკლედ და აი ხლა აი ამნავით გავაგრძელებთ გზას ეს არა მოყირავდება აბა გამოყირავება ამისე არ გვაწყდა შინელისტუნია და ამ ადგილის სახელია მეგობრებო აფრიკული ვენეცია, იგივე შავი ვენეცია და რთული მისახვედრი არ არის რატომაც ეძახიან აქაურობას შავ ვენეციას. სოსო მსოფლიოს გარშემო სოსო მაკოკოშიცა. აი ეს სიამოვნებს ყველაზე მეტად. თავდაპირველად ეს იყო უბრალოდ პატარა მეთევზეების სოფელი, რის მერეც უბრალოდ გაიზარდა და უკვე ქალაქს დაემსგავსა მეგობრებო აქაურობა, აქ ცხოვრობს დაახლოებით 200,000-დან 300,000 ადამიანამდე. ზუსტად ეს ინფორმაცია არ ვიცით, იმიტომ რომ აქ არ მიმდინარეობს არანაირი აღწერა, რადგან როგორც უკვე გითხარით, ეს არ ექვემდებარება არც ერთ მთავრობას მოკლედ რა. ნავი არ ამოტრიალდებოდეს, მეტი არაფერი არ მინდა. ეხლა მოვედით სკოლაში, წარმოიდგინეთ. Thank you. Good morning. How are you doing? Very good. How will you get money for this? Yeah, Humanity Effect supports this school and then other individual persons supports this school. And we write to people, anybody who feels they want to support a project like this. So we write to them, so you give your support, you can send them books, you can then send them writing materials, you can send them money to pay the teachers or some other things like that. ანუ კონკრეტული დამფინანსებელი როგორც ჩანს აქაურობას არ ყავს, უბრალოდ შემომწირველები არიან, ვისაც რა უნდა, ის შეუძლია გამოაგზავნოს რა. როგორც გითხრა, 5 სკოლა არის აქ. ეს არის ერთ-ერთი სკოლა. Hey, ბავშვები. Hello. How are you doing? Yeah. They're learning English? Yes, English. How are you? How are you? Hello. Hello. Goodbye. Makoko. ასარ ნახავს ადამიანი მსოფლიოში, ბიჭო, აი რა შეიძლება იფიქრო და არ იყოს სადღაც რა. ძალიან უცნაურია ამ ყველაფერს ნახვა. ჯერ აქ ცხოვრება წარმოიდგინე რა ხდება და ძალიან რთული სანახავია თან რა, მოკლედ ამ ყველაფრის ესე ყურება ბავშვები საცხოვრობენ და სად უწევთ განათლების მიღება.
სხვათა შორის არც ისე დიდი ხანი არის, რაც ეს სკოლა არსებობს, დაახლოებით 2013 წლიდან არის. პირველი სკოლა რო ააშენეს, აქ როგორც ვიცი ის დაინგრა და მაგის მერე იყო უკვე შთაგონება, რომ ახალი სკოლა აეშენებინათ კიდე. Happy to see you guys now. I want us to მოკლედ აი ესეთი გიდის გარეშე აქ შემოსვლა ფაქტიურად აკრძალული არის და არც შეიძლება არც არავინ არ შემოგიშვებთ აქ მოკლედ აი ძალიან დიდი პრობლემები შეგექნებათ რა. აი ეს ან გიდის გარეშე აქ შემოსვლა აკრძალულია რა. ვერც ვერაფერს ვერ იზამთრებ. ხო, სავარაუდოდ კამერებსაც დატოვებ აქვე და ყველაფერს და ისე გაგიშვებენ აქედან რა. თან გიდი ყავს ისეთი, შვილია ძმაო, ამ წარმოიდგინეთ მე-19 საუკუნეში დაარსდა პირველად ეს პატარა სოფელი და დღეს უკვე რამხელა ქალაქივით არის რა. ესი ბავშვები არიან, აი. ძალიან. თბილისი და უსაყვარლესი ბავშვები. Bye. ამ წყლის ფერი ტყუილა არ არის ესეთი, არ გეჩვენება და ისეთი შავი ფერი აქვს, რომ ბანგლადეში გამახსენდა და ეხლა გეტყვით, რომ ამ წყალში ჩაედინება მთელი აქ მოსახლეობის კანალიზაცია, წარმოიდგინეთ. ოღონ ჩაედინება როგორც იცით პირდაპირ სახლიდან პირდაპირ არის ესე ნახრეთი და ვარდება წყალში პირდაპირ ყველაფერი მოკლედ რა კანალიზაციიდან. და არა მარტო აქ მცხოვრები ხალხის, წარმოიდგინეთ ლაგოსი არის 20 მილიონიანი ქალაქი, როგორც უკვე გითხარით და როგორც მოვიძია ინფორმაცია, მთელი ლაგოსის კანალიზაციაც კი აქ ჩადის რა. და ეს ყველაფერი შეიძლება შემთხვევით არც ხდება, იმიტომ რომ ლაგოსის მთავრობას ამ ყველაფრის დანგრევა უნდა და ვფიქრობ სპეციალურად აკეთებენ ამ ყველაფერს, რომ აქ ცხოვრება შეუძლებელი გახდეს, მაგრამ აქ ცხოვრები ხალხი არ თმობს მოკლედ თავის სახლებს და იბრძვიან ბოლომდე. აქაურების მთავარი შემოსავალი არის თევზჭერა, მეგობრებო. თევზჭერა და ზუსტად ესეთი ნავების გაკეთება, რაშიც ეხლა ვზივართ და მე ამ ყველაფერს უკვე ყიდიან, რა თქმა უნდა. და ეს არის მთავარი შემოსავალი, იმიტომ რომ როგორც უკვე გითხარით, ნიგერიის და ლაგოსის მთავრობა ამ ხალხს არ აღიარებს ოფიციალურად და არანაირ დახმარებას ეს ხალხი არ იღებს. მათ შორის არც არანაირი სამედიცინო დახმარება და არანაირი ჰოსპიტალი აქ არ არის, მეგობრებო, თვითონ უწევთ ყველაფერზე თავის გატანა და თავის გადარჩენა. ასე გამოიყურება. სოსო აქ მაინც შედი შეიძლება. რა მაქვს ესაჭრი. This is the second school now. This is cool. მეორე სკოლაში მოვედით და აქაც საკმაოდ ბევრი ბავშვები არიან, ეხლა ავალთ აქაც დავათვალიერებ. Hello. ეს მეორე სკოლაც მოკლედ ამისი აშენებული არის, როგორც მითხრა. So I want to say you're welcome to Makoko Waterfront. Thank you. And it's a great
pleasure having you in this place. I'm happy to see you in my community. So now I want to tell you some stories about this place. I have a question. What is the most typical job here? How people make money here? Yeah, this is a community called Makoko. In olden days, our forefathers, they migrate from Badagry. Badagry shares border with Benin Republic. So that's where our forefathers migrate from. But what they do then is fishing. Yeah. They fish in group. When they get to a place they found more fish, they build a house at a spot and start staying there. So when they move again and get to another place with more fish, they do the same thing. Like they build house again and start staying there. As they embark on the journey, they've gotten to like many destinations. So when they get to this place, they found a lot of fish. So that is how they did the same thing and then build a house here and start staying here. And in this community has been existing for more than 100 years. My grandfather is the first chief of this place. He died 8 years ago. He was 115 years old when he died. So the community is over 100 years. 90% of the people in this village are fishermen. The men goes out to fish, bring the fish back to the women. The women smokes or sell it fresh. We have thousands of our men that go to the ocean every day and comes back. We have a population of over 200,000 people. 200,000 people living on water here in this place. So if government pay you some money for living this area? No. No? No. This is a community where we'll be staying for over 100 years. We're used to it. We're very happy staying in this place. The only thing we want the government to come to do for us is we want them to come to this place. They can make this place better. There are other countries in the world, on the world like this. There's a place like this in Italy. There's a place like this in Benin Republic, Gambia. There's a place like this in many other countries. So the government comes to this place, make it nice for people to come. They can clean the water. The water can be clean. Clean up events can be done in this place. So make this place so attractive for people to come. ანუ თქვენც ხედავთ ხო რა საოცარი ადგილია, აი მართლა კამერა მაქვს სულ ჩართული, არ მინდა რომ რამე გამომრჩეს, იმდენი საოცარი ადგილია, იმდენი რაღაც ხდება ამ პატარა ადგილზე. სიცოცხლე ჩქებს, აი მართლა, ყველა რაღაცას აკეთებს, ყველა რაღაცას საქმიანობს. აი წყლის ფერს და სისუფთავეს დააკვირდით უბრალოდ. წარმოიდგინეთ თქვენ თვითონ ახლა აქ რას უნიდგას, მე რო არ გელაპარაკოთ რა ხდება, თქვენ თვითონ წარმოიდგინეთ. და ჩვენმა გიდმა როგორც გვითხრა აქ შემოსვლა უსაფრთხოა და არ არისო პრობლემა, მაგრამ ეს ვისაც როგორ გინდათ ისე დაიჯერეთ, იმიტომ რომ მე არ ამგონია რომ აქ შემოსვლა უსაფრთხო იყოს. მე მგონია ეს იმიტომ გვითხრა რომ უბრალოდ მეტი ტურისტი ჩამოვიდეს და ერთი გიდი არის, წარმოიდგინეთ, აი ზუსტად ეს ადამიანი არის, ვისაც აქ ტურისტები შემოყავს. ეგეც ძალიან იშვიათად ხდება, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი არ არის, ვინც აქ ჩამოდის დასასვენებლად თუ რაღაც ამ ადგილის მოსანახულებლად რა. ვერც ისე ბევრ ვიდეოს ნახავთ YouTube-ზე. ამზაღლის კმენა იქნება ეხა. მალარია მონაგონია ძმაო. ბუბა, ალონა ტაგა, მაშინ ტაგი მე მახვიგანი. აი ეს თევზი არის მეგობრებო, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, რასაც აქ იჭერენ და აი ესე წვავენ. So you want to talk to her in the house? Yeah. What do you? Can we go inside? Yes. Okay, John. Yo, maybe let's now listen. ეხა შევალთ შიგნიდან დავათვალიერებთ სახლს. Can I go? Yes, you go. Hello. აი ეს არის მეგობრებო, ერთ-ერთი რიგითი მაკოკოელის სახლი. აი ესე ცხოვრობენ. აი ეს არის მთელი საცხოვრებელი ფართი. აგერ პატარა ისვენებს. Hello. მეგობრებო, არ ვიცი, ვცდილობ რომ ისე გადავიღოთ ახლა ეს ყველაფერი, მაგრამ საკმაოდ რთული სანახავი არის ესეთ პირობებში რომ უწევთ ბავშვებს ცხოვრება და ამ თქვენც ხო წარმოგიდგენიათ როგორი ანტისანიტარია და რა პირობებში ცხოვრობს აქ ხალხი.
What's your name? He don't speak English, no? What's your name? How? Mahutin. How? Mahutin. Mahutin. My name is Leo. Leo. Nice to meet you. Nice to meet you too, Leo. Oh. Yeah, we do one more here. When it's night, we bring this down and the children they sleep this way. აი ესე ცხოვრობს ხალხი. მეგობრებო, წარმოიდგინეთ. კიდევ ერთი სახლის ანახავად მივდივართ ახლა. მოკლედ აი საშინელი ანტისანიტარია ყველგან მეგობრებო, აი უბრალოდ არ ვიცი აქ საერთოდ როგორ ცხოვრობს ხალხი. Wow. ეს არის მეგობრებო საწოლი, უბრალოდ რაღაცა კარტონი არის დაფენილი, წარმოიდგინეთ. აი აქ წინოთ, აქ ცხოვრობს ხალხი. ერთი წუთი მაინც წარმოგიდგენიათ რა პირობები არის უბრალოდ. აი ვიდეოდან არ ვიცი, გადმოეცემა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ აი არ ვიცი, აი სიტყვები არ მყოფნის რა. ცოტა ისე ვიყავი განწყობილი, რომ რაღაც საინტერესო ადგილებს ვნახულობდი რაღაც, მაგრამ აი ამ ყველაფერს რო უყურებ, აი ძალიან რთული არის, მით უმეტეს როცა ბავშვებს ხედავ ესეთ პირობებში. აი ეს ბავშვები მეგობრებო ცხოვრობენ აქ, წარმოიდგინეთ აქ იზრდებიან. მაგრამ ბედნიერები არიან, მომღიმარი სახეებით არიან. წავედით, დავიძარით შემდეგი გაჩერებისკენ და აი ესე გვაცილებენ ბავშვები, ნახეთ რა ხდება. როგორ უხარია ჩვენი დანახვა ნახეთ. იმიტომ რომ იციან რომ ალბათ რაღაცა პატარა თანხა ამათაც შეხვდებათ და რა თქმა უნდა ჩვენს დაუტოვეთ რაღაც გარკვეული თანხა და მოკლედ რავი იმედია ამ ბავშვებს მოხმარდებათ ის თანხა და იმედია ამ ბავშვების მომავალს მოხმარდება. Leo Messi. Bye. არხი გამოიწერეთ მეგობრებო, არხი გამოიწერეთ. You say subscribe. Წორს გეუნებათ ეს ადამიანი. გამოიწერეთ არხი, subscribe წითელი ღილაკია დაბლა. საიდა, შეხედეთ, subscribe, yeah. 70% უყურებს არხის გამოუწერელად ვიდეოებს. აი რისი ნიშანი არის ეგ, რომ თუ მოგწონს ვიდეო, ბარემ არხიც გამოიწერე რა. აი აქ ფეხის აცდენას ჯობია რა. ასევე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება აქ არის მალარია, რითიც ძალიან ბევრი ადამიანი იღუპება და ძალიან ბევრ ადამიანს არ აქვს შესაბამისი მკურნალობა. ზუსტად ამიტომ არის რომ გრძელმკლავიანი მაიკებით ვართ დღეს მეც და სოსოც რომ მაქსიმალურად შევამციროთ კოღოს კბენის რისკი, რომ აქ მალარია ჩემი აზრით არ ვიცი, მომაკვდინებელი იქნება. ადამიანი წყალში ცურავს მეგობრებო, შეხედეთ, ამ წყალში ჩასული არის. ასევე მეგობრებო, ამ სოფელში არ არის არანაირი ელექტროობა, არანაირი ინტერნეტი, არანაირი გაყვანილობა. დენიც თავისი ხარჯები თვითონ შემოყავს და ძირითადად გენერატორები აქვს ხოლმე და ბენზინზე ამუშავებენ. სხვანაირად არ არის საერთოდ არანაირი კომუნიკაცია.
ესე თევზაობენ მეგობრებო ნახეთ. ბატალო ზუნდადი. ხა რასაც დავაკვირდი მეგობრებო, ახალი სახლები ჩენდება, როგორც ჩანს მოსახლეობა იზრდება და საერთოდ არაპირებენ არსად წასვლას ეს ხალხი რა. ეხლა უკვე აღარც მეფიქრება მაგაზე საერთოდ რა პრობლემები მაქვს. რა მე მგონი პრობლემები მე არ მაქვს რა მართლა. აი ესეთ ადგილას რომ მოხვდები, გავიწყდება საკუთარი ყველა პრობლემა რა. ამ ხალხის შემხედვარე, რა ვიცი, ჩვენ პრობლემებზე მე მგონი არც უნდა ვლაპარაკობდეთ საერთოდ. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტი რაც არის, ჩვენმა გიდმა მე რო ვკითხე რომ თუ მთავრობა მაგალითად რაღაც ფულს გადაუხდის ამ ხალხს რომ ეს ტერიტორია დატოვონ, თუ იქნებიან თანახმად და ამაზეც უარი თქვა. რამდენიც არ უნდა შემოგთავაზონო, ჩვენ აქაურობის დატოვება არ გვინდაო, გვიყვარს ეს ადგილიო, ჩვენი ბაბუები აქ ცხოვრობდნენო და მოკლედ ძალიან უყვართ აქაურობა და არანაირი ფულის სანაცვლოდ არ აპირებენ აქაურობის დატოვებას. So now I'm taking you to one of the local bar where people take. Bar. Okay. So after the bar, we head back. Okay. Adara ჩხუბსაც შევესწარეთ. ეხლა მივდივართ აქაურ ბარში, სადაც ადამიანები მიდიან და სასმელს მიირთმევენ, მოკლედ სადაც ისვენებენ რა. არ გადავართ. აქ ჩავარდე. Okay. აბა კეთილი იყოს ჩემი ფეხი ბარში. აქეთ ესეთი დასაჯდომებია. ეს უკვე კაი ნაკეიფარია მე მგონი, წარმოგორებული. აი აქ მაგალითად დენი არის უკვე, იმიტომ რომ ტელევიზორიც არის, დინამიკიც აქვს და მოკლედ აქ ხალხი ერთობა, ხალხი ისვენებს რა. კაია რომ ერთი ადგილი მაინც აქვს, სადაც შეუძლიათ რომ განიტვირთონ. Thank you. აი იქით პირდაპირაც პატარა სახლი არის, ნახეთ როგორ ცხოვრობენ. პირდაპირ სახლი არის, ნახე რითი არის გაკეთებული, შეხედეთ. მეშოკების და რაღაცეების ნაჭრებით. აი ესე არის მთელი სახლი. ყველანაირი ფენა არის უკვე. აი გამოვიდა სახლიდან. რა კაცია ნახე გამოვიდა და. ვარო ბრატი, ვარო. ესე ნუ დაბლარო, თორე შეიძლება დაგუგლო. ო. ჭუჭუები დავუყარო. აი კარი კაცები. მონეტიზაციას გაგვეთიშება რა ამ ჭუჭუების. რა მაგარი კაცი. რა კაცია. რა საყვარელი კაცია ბიჭო. ამდენი ბავშვები გამოვიდნენ, ნახეთ ამას. ყველა სახლიდან ბავშვები არის. აბა დავიძარით. შემდეგი გაჩერება რა იქნება არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წავედი თუ აგზელებთ გზას. აი ეს არის მეგობრებო ტუალეტი რო იცოდეთ. ამ სახლიდან პირდაპირ არის ნახურეტები, საიდანაც მთელი ეს კანალიზაცია პირდაპირ აქ ჩამოდის. ეს არის მოძრავი მაღაზია. აქ საინტერესო ამბავია, მაღაზიები მეგობრებო აქ არის. ეს არის სათევზაო ბადეები, რომლებსაც აქვე ამზადებენ და აქვე იყენებენ მერე. ეგერ ბავშვები ბანაობენ პირდაპირ წყალში. ორი სალონი არის, ნახეთ, შეგიძლია შეხვიდეთ. კაი პრანჭონ გოგოები. სხვათა შორის ადგილობრივები მიუხედავად გაჭირობისა, ნახეთ როგორ გამოიყურებიან, როგორ არიან გამოპრანჭულები. Hello. რამდენი ბავშვის ის ნავზე. აი მიუხედავად ესეთი გაჭირობისა, ნახეთ როგორ ლამაზად აცვიათ ყველას.
არის და ნახე, ყველგან ყრია ნაგავი, აბსოლუტურად ყველგან. ნაგავს შეხედეთ უბრალოდ რა ხდება, ანუ ნაგვის მდინარე არის მართლა. ჩემი აზრით გასაგები არის რატომაც უნდა ნიგერიის ხელისუფლებას ამ ადგილის აღება, იმიტომ რომ მართლა შეუძლებელია ესე გაგრძელება რა, აი ეს ადამიანებისთვისაც ძალიან ცუდია ჩემი აზრით რა, მაგრამ როგორც ჩანს უბრალოდ გაყრა უნდათ ამ ხალხის და არც სახლებს აძლევენ მერე სამაგიეროდ და არც არაფერ თანხას არ უხდიან, თორე არ ვიცი, აი ესე ადამიანების ცხოვრება უბრალოდ წარმოუდგენელია მართლა. So when you actually use the ATM, დაუბრუნდით ხმელეთზე მეგობრებო და შვიდობით მოვიარეთ მაკოკო. What is this? Makoko. Slow. Ai patara makoko. Hello. Makoko. Ai ჩვენ უკან რამდენი ბავშვები არიან, ნახეთ მოვყვებიან და მართლა აი ისეთი რთული არის ამ ყველაფრის ყურება, რომ გაიაზრო რომ ეს ბავშვები უბრალოდ სადიბადებიან, საცხოვრობენ, აი მართლა ამ პირობებში როგორ იზრდებიან, აი ძალიან რთული საყურებელი. რამოდენიმე ადამიანზე შევამჩნიე, რომ აი ლოყებთან აქვს გაჭრილი რა სპეციალურად შრამები აქვს და ეხლა როგორც მითხრა გიდმა, ამას აკეთებდნენ ადრე ოჯახები. აი ყველა ოჯახს ჰქონდა თავისი დამახასიათებელი ეს შრამი, ყველას ინდივიდუალური და ეს სპეციალურად ბავშვობის ასაკისას უკეთებდნენ, რომ მოკლედ რაღაცა დაუცვა თუ რაღაც მომავალში დანიშნული ყოფილიყო, არ ვიცი. ზუსტად, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბავშვობაში თვითონ ოჯახები უკეთებდნენ ამას. ეხლა ნიგერიულად ვისწავლე გამარჯვების თქმა და მოკლედ აი ცადეო თუ გინდაო ვინმე რო გამოივლი შეგიძლია უთხრაო რა და ნიგერიულად არის აფა, რო იცოდეთ რა. თუ ვინმეს დაგჭირდებათ მე მომავალში შეგიძლიათ გამოიყენოთ. ეხლა მე ვცდი ან ვინმე რო გაივლის მივესალმები და ვნახო. აფა. Afa. No? რაღაცა არასწორია. არ მცემოს ვინმე რაღაცა. რაღაცა სხვა რამე ხო არ მასწავლა. გინება ხო აგა. მე მგონი ვაგინებ გამარჯვებას და ჯერ მithბენენ. Apa. Არიცი ან ეს აფა რაღაცა მასწავლოთ. ასე hello-ს რო ეუბნები ყველა გესალმება. Afa. No? Afa. No? არაფერი არ არის ესა. Hello. Afa? No? Hello, Joby. Afa. ეს არ მცემა ეხა ვინმე წავედი. Thank you for everything, okay? მოკლედ დავიძარით სასტუმროსკენ, ერთი სული მაქვს, ეხლა სასტუმროში მივიდე, მოუწესრიგდე, წყალი გადავიღო, იმიტომ რომ აი თუ რამე ვირუსი და რაღაც დაავადება არსებობს, ალბათ აი ყველაფერი მაქვს ეხლა ტანზე. დღეს არ ამგონია რომ კიდე სადმე გავიდეთ და ხვალიდან ისევ დაუბრუნდებით ქალაქი ლაგოსის დათვალიერებას. და ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ეხლა რაც უნდა გითხრათ, აი წარმოიდგინეთ, ვისაც Instagram-ზე არ ყავართ გამოწერილი ძალიან ბევრი საინტერესო სტორები გამოგჩათ, ასე რომ გადადით ეხლა Instagram-ზე, გამომყევით და თვალი ადევნეთ ხოლმე ჩემს მოგზაურობას, იმიტომ რომ ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებს გიზიარებთ Instagram-ზე. სამწუხაროდ ამ მოგზაურობაში სპონსორი არ არის მეგობრებო და დიდი იმედი მაქვს რომ მალე გამოჩნდება რომელიმე კომპანია, რომელთანაც გრძელვადიანად ვითანამშრომლებ და არხის განვითარებისთვისაც ძალიან კარგი იქნება და დარწმუნებული ვარ თქვენი კომპანიისთვისაც. დავბრუნდით სასტუმროში და აი ეს არის ცალკე სიამოვნება, აი იქიდან რო აგბრუნდები სასტუმროში, აი და იმ რეალობას რო წყდები, აი საოცარი შეგრძნება, მართლა ვისაც გამოუცდია, ალბათ მიხვდება ეხლა ამ ყველაფერს რა, მაგრამ მაინც აი ისე გრძნობ ხოლმე მე თავს, რომ აი ამდენ გაჭირვებულ ადამიანს რო ხედავ და მე მოდიხარ შენ რაღაც არანაირი საფიქრალი არ გაქვს, წყალს გადაივლებ რაღაც
ცოტა ისეთი შეგრძნებაა, მაგრამ აუქნათ ესაა ცხოვრება რა. ვახშამზე ჩამოვედით ახლა და დაგათვალიერებინებთ როგორი ვახშამია, მაგრამ ვახშამი არ შედის ჩვენს საფასურში და მოკლედ $20 ჯდება დაახლოებით ერთი ადამიანი რომ შემოხვიდა და რაც გინდა, რამდენიც გინდა შეგიძლია აიღო და ჭამო და ახლა განახებთ რა ხდება. აი ესე საკმაოდ დიდი არჩევანი არის, ძალიან ბევრი რაღაცეები არის. შაურმა არა, პიცას აკეთებ. აი ესეთი არჩევანი არის მეგობრები. სიმართლე გითხრათ, ცოტა უცნაური საჭმელია, ბევრ რაღაცას აქედან ჩვენ ვერ ვჭამთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დიდი არჩევანია და ადგილობრივებს, რა ვიცი, ძალიან უსწორდებათ, მოკლედ ძალიან ბევრს ჭამენ, ყველაფერს იღებენ რა. აი ესეთ ადგილზე დავუჯექით გარეთ, იმიტომ რომ შიგნით ძალიან ცივა. დავუბრუნდით მეგობრებო ნომერში, ეხლა ვივახშმეთ, ცოტა დავისვენეთ, მოვწესრიგდით. იმედია ეს თქვენთვისაც საინტერესო იყო, ასე რომ არ დაგაუწყდეთ ვიდეოს დალაიქება და კომენტარების დაწერა და რა თქმა უნდა არხის გამოწერა არ დაგაუწყდეთ, იმიტომ რომ კიდე ძალიან საინტერესო ვიდეოებს გიმზადებთ ნიგერიიდან და მოკლედ რო არ გამოგჩეთ ეს ვიდეოები, არხი უნდა გქონდეთ აუცილებლად გამოწერილი. ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ და იმედი მაქვს რომ შევხვდებით ერთ კვირაში.